გვაქვს ასეთი სიტუაცია. ვართ მანქანის გამყიდველები, ოღონდ ჩვენ უფროსი ვართ და გვყავს 11 ტიპი, ვინც ყიდის ამ მანქანას. ანუ 11 ვინმე არის, ესე იგი 1 2 მოიცა, ცოტა უკეთ. 2 3 4 5 6 7 8 9 და 11. კაი. ახლა ყავს 11 გამყიდველი და არ ვიცი, შეიძლება პირველმა გაყიდა 5, მეორე 18, მესამე 8, არ ვიცი, ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი. მე როცა ვიღებ ესეთ ინფორმაციას, რომ გაყიდული მანქანების რაოდენობების მედიანა არის 6, ეს რას ნიშნავს? მე, ყველამ ხო გაყიდა რაღაც რაოდენობა, ხო? ზოგმა რამდენი. თუ ამას დავალაგებ უმცირესიდან უდიდესისკენ, თქვათ, თუ დავალაგებ ამ მონაცემებს, მაშინ ვიცი რომ, აი თქვათ სიტყვაზე ერთმა გაყიდა 2, მეორემ 3, მესამემაც 3, მეოთხემაც 3, მეხუთემ თქვათ 5, მე-6-ემ გაყიდა 6 და მერე თქვათ 7, 7, 8, 10 და 12 ასე შემდეგ. სიმძლეში ესენი არ ვიცი, მაგრამ ეს არის ერთი მაგალითი ასეთი ვარიანტის, როცა თავარი ისაა, რომ მედიანა გვაქვს 6. ანუ, ესე იგი, მონაცემი აქ არის ის, რომ შუა წევრი დაალაგებული რიცხვების შემთხვევაში, აი ეს შუა წევრი აქ რაც არის, იქნება 6-ის ტოლი. ესე იგი, მე ერთადერთი მონაცემი ახლა რაც აქ მაქვს, არის 1 2 3 4 5, თუ დავალაგე ამათი გაყიდული რაოდენობები რამე, ან კლებადობით ან ზრდადობით, მაგრამ ეს ზრდადობით ალაგებენ ხოლმე. შუა წევრი იქნება 6. კარგი. კიდე ერთი რაღაც ვიცი, რომ გაყიდული მანქანების რაოდენობების დიაპაზონი არის 4. ხა ეს რას ნიშნავს? დიაპაზონი რა არის ზოგადად? ეს არის მინიმუმი. აქ არის მინიმალური გაყიდვების რაოდენობა, აქ არის მაქსიმალური. მაშინ დიაპაზონი არის მაქსიმალურს გამოკლებული მინიმალური. ეს არის ჩვენი დიაპაზონი. კარგი ბატონო. ესე იგი ვიცი რომ ეს არის 4-ის ტოლი. ახლა მოდი დავსვამ ესეთ კითხვას და შევეცადოთ რომ გავცეთ პასუხი. ერთმა გამყიდველმა მაინც გაყიდა 10 მანქანაზე მეტი. გვაქვს ესეთი დებულება. ერთმა გამყიდველმა მაინც გაყიდა 10 მანქანაზე მეტი. ეს სწორია? არაა სწორი? თუ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. მე დავპაუზეთ ვიდეო და სცადეთ თქვენ თვითონ. მოდი, მინდა სცადეთ და ახლა მე შევუდგები ამის გაკეთებას. ესე იგი, გვაქვს დებულება, რომ ერთმა გამყიდველმა მაინც გაყიდა 10 მანქანაზე მეტი. მოდი რა ინფორმაციაც გვაქვს გამოვიყენოთ. ვიცით რომ მედიანა არის 6, ამის მარცხნივ ნაკლებები, ამის მარჯვნივ მეტები, ან რაღაც კრიტიკულ შემთხვევაში ტოლები, ხო, აქეთ-იქით. ახლა ვიცი რომ დიაპაზონი არის 4. ეს რას ნიშნავს? მოდი დავუშვათ, რომ ყველაზე ისეთ შემთხვევაში, როცა მინიმუმი უდრის ასევე 6, ანუ მინიმუმი როცა ტოლია 6, რისი ტოლი გამოვა მაქსიმუმი. ვიცით რომ დიაპაზონი, ანუ 4 ამ შემთხვევაში ტოლია მაქსიმუმს გამოკლებული მინიმუმი, რომელიც გაუტოლე ახლა 6, აი ყველაზე ახლო შემთხვევაში მედიანასთან. მაშინ აქედან მაქსიმუმი გამომდის ზუსტად 10. არა და დებულება იყო რომ ერთმა ადამიანმა მაინც გაყიდა 10-ზე მეტიო, არა და მე მინიმუმი როცა ავიღე ზუსტად ტოლი მედიანის, მაშინაც კი 10-ზე მეტი ვერ მივიღე მაქსიმუმი. მინიმუმი თუ ნაკლები ავიღე, ცხადია მაქსიმუმიც უფრო დაიკლებს აი აქედან გამომდინარე, ხო? ესე იგი, გამომივიდა რომ რაც არ უნდა ვეცადო 10-ზე მეტი არც ერთს არ ექნება გაყიდული. ანუ მივიღე აქედან რომ არც ერთ ადამიანს საერთოდ ამ ჯგუფში არ ექნება 10-ზე მეტი მანქანა გაყიდული. ეს იმიტომ რომ ვიცი რომ მედიანა არის 6 და მაქსიმალურადაც კი რომ მიუახლოვე მინიმუმი 6, აი აქ რომ სულ 6-იანები იყო ჩამსკრებული, მაინც მაქსიმუმი გამოდის 10. მოდი ახლა მეორნაირად მივუდგეთ და ესეთი რაღაც გავაკეთოთ. დავუშვათ რომ ვიღაცა არის, ვინც გაყიდა 10 მანქანა. ანუ დავუშვათ საპირისპირო და ვნახოთ სად მიგვიყვანს ეგ დაშვება. ესე იგი, ვიღაც ტიპი ყავს 10 არა 10-ზე მეტი. ვიღაც ტიპი ყავს, ვინც გაყიდა 10-ზე მეტი მანქანა, ხო? კარგი. მაშინ ესე იგი, თქვათ ვიღაცამ გაყიდა 11. თქვათ ვიღაცამ გაყიდა 11. მაშინ ახლა განტოლება როგორი იქნება აქ? ვიცით რომ დიაპაზონი უდრის მაქსიმუმს, ანუ ამ შემთხვევაში 11-ს, იმიტომ რომ ვიღაცამ 11 გაყიდა, გამოკლებული მინიმუმი. აქედან გამომდინარე მინიმუმი რისი ტოლი გამოდის? აქედან გამომდინარე მინიმუმი ტოლი გამოდის 7-ის. არა და როგორ შეიძლება მინიმუმი იყოს 7 და ამ დროს 6 იყოს მედიანა? იმიტომ რომ მედიანა კენტი რაოდენობის შემთხვევაში არის ზუსტად შუა რიცხვი და მარცხნივ ნაკლებებიან ტოლებია, მარჯვნივ მეტებიან ტოლები, ან ლუწი რაოდენობის შემთხვევაში არის შუა ორი რიცხვის საშუალო არითმეტიკული, ხო? და ისევ მარცხნივ ნაკლებებიან ტოლებია, მარჯვნივ მეტებიან ტოლები. მაშინ არ შეიძლება მე მქონდეს მედიანა დაალაგებულ რიცხვებში და ამ დროს მინიმუმი იყოს 7. შესაბამისად, ამ კუთხითაც ვადგენთ, რომ აი ეს დებულება, რომ ერთმა გამყიდველმა მაინც გაყიდა 10 მანქანაზე მეტი არის არასწორი.